რეჟიმი დემონსტრანტების და დემონსტრაციების წინააღმდეგ. ერთის მხრივ ოცნება ჩქარობს რეპრესიული ცვლილებების მიღებას კანონში, მეორეს მხრივ უკვე არსებული რეგულაციების ყველაზე მკაცრი ზომების გამოყენებას მოქალაქეების წინააღმდეგ არ ერიდება. ასეთი შემთხვევები ვიხილეთ დღეს გიორგი ოკმელაშვილის შემდეგ უკვე დღეს გაზაფხულის აქციებზე დაკავებულ სხვა ახალგაზრდებსაც პატიმრობა მიუსაჯეს სისხლის სამართლის საქმეებზე. პარალელურად სასამართლო დაკავებულია თბილისი-მოლთან დაპატიმრებულების საქმეებითაც 20-ზე მეტი პირისთვის 48 საათიანი ვადა დღეს იწურება. მათ შორის არის გიგი უგულავა, ასევე გიორგი ქადაგიძე. ნიკა საჯაია გვერდდება სასამართლოდან პირდაპირ ეთერში. ის გვეტყვის უფრო მეც, ნიკა ხომ არ ჩანიშნულა სასამართლოს ხდომები უკვე რა იცი ამ დროისთვის? ჯერჯერობით სასამართლოს ხდომები ჩანიშნული არ არის, თუმცა როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, დაკავებულთა ნაწილის ეტაპირება უკვე მოხდა საქალაქო სასამართლოში და სავარაუდოა, რომ რამდენიმე წუთში უკვე გახდება ცნობილი პირველი რამდენიმე დაკავებულის პროცესი, როდის გაიმართება. მათ შორის თქვენ ახსენეთ, გიორგი ქადაგიძე, მისი ადვოკატიც გვეუბნება, რომ ისიც არის ეტაპირებული, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად საქმე სასამართლოში შემოსული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 31 პირი 2 თებერვალს, ყველა მათგანს ამ დრომდე რა ინფორმაციაც გვაქვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას ედავებიან, მათ შორის იურისტები აღნიშნავენ, რომ ბევრს აღენიშნება დაზიანება, ვინაიდან დაკავების დროს არიან ნაცემები, რამდენიმე მათგანს დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა და მათ შორის ხედავდა კიდეც მაყურებელი, როგორ ვითარდებოდა პროცესები. თუმცა დღეს კიდევ ახალი თქვა საკითხი გაჩნდა, ვინაიდან არის ვერსია, რომ შესაძლოა რამდენიმე პირთან დაკავშირებით მოხდეს მუხლის კვალიფიცირება და არ არის გამორიცხული, რომ უკვე სისხლის სამართლებრივი მიმართულებით დაიწყონ მსჯელობა, თუმცა ეს არის ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაცია. ადვოკატებთან ვეცდები გასაუბრებას, მოგესალმებით. დილიდან ფაქტობრივად ადვოკატები ელოდებით, როდის ჩაინიშნება პროცესი. ამ ეტაპზე რა შეგიძლიათ გითხრათ, რამდენ ადამიანს იცავთ და რომელ საქმეს გამოყოფთ? მე ვიცავ სამ პიროვნებას, რომელიც დაკავებული თბილისი-მოლთან 2 თებერვალს. დღემდე ამ წუთამდე არ არიან გადმოყვანილები სასამართლოში და ბოლო ინფორმაციის რამდენიმე წუთის წინ დავაზუსტე და იმყოფებიან ისევ წინასწარი დაკავების იზოლატორში. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანი არის მათი დღის ბოლომდე უნდა იქნეს სასამართლოს წინაშე წარდგენილი. დღეს ამ წუთამდე არ ვფლობთ დაზუსტებულ ინფორმაციას მათ გადმოყვანასთან დაკავშირებით, ან რას აპირებენ სამომავლოდ და რა მოხდება. კი ბატონო, მადლობა. თქვენც გაგესაუბრებთ, ქალბატონო ეკა, თქვენთან გადმოვიკითხოთ თქვენს დილიდან არ ყვებით ადვოკატები აქ უყურებთ, რაიმე სიახლე თუა, რამდენი ადამიანის ეტაპირება მოხდა ამ ეტაპისთვის თუ შეგიძლიათ გითხრათ? ამ ეტაპისთვის როგორც ჩვენი ძალებით გავარკვიეთ, მოხდა მხოლოდ 3 ადამიანის ეტაპირება, რომლებიც გზაში არიან და იმედია მოყავთ სასამართლოში. ძალიან მანკიერი პრაქტიკაა ის, რომ დაცვას არ აქვს არანაირი სახის ინფორმაცია, სად ყავთ დაკავებულები, როდის მოიყვანენ სასამართლოში და 48 საათის ფარგლებში წარადგენენ თუ არა სასამართლოში. ძალიან მნიშვნელოვანია დაცვა იყოს საქმის კურსში და ინფორმირებული, ხდება თუ არა დაკავებული სასამართლოში გადაყვანა. სხვა შემთხვევაში მათ შეეზღუდება დაცვის უფლება, იმიტომ რომ შეიძლება არ იყოს იმდენი რესურსი, რომ ადვოკატები იყვნენ და გაჩერდნენ სასამართლოში და მოხდეს ისე, რომ მათ ვერ ისარგებლონ ადვოკატებით, მაშინ როდესაც გვაქვს პრაქტიკა, დაკავებულ პირს მოსამართლეები აძლევენ 9 საათიან ვადას, რომ მოიძიოს ადვოკატი დაკავებულ პირს. წარმოგიდგენიათ რა რეალობაა და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი დაცვა იყოს ინფორმირებული, როდის ჩაინიშნება პროცესი. მადლობა. კიდევ ერთ ადვოკატის ვეცდები გავისაუბრო, მოგესალმებით, თქვენს კითხავთ, თქვენს იმყოფებოდით თუ ორცდები იზოლატორში, თუ გქონდა შესაძლებლობა დაკავებულების მდგომარეობაზე რა შეგიძლიათ გითხრათ, ვის იცავთ და აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა გარკვეულ პირებთან დაკავშირებით მოხდეს მუხლის კვალიფიცირება და გამოძიებლები თითქოს იყვნენ შესული იზოლატორებში. თუ გაქვთ რაიმე სიახლე? კი ბატონო, მე კონკრეტულად ვიცავ ირაკლი წიგნაძეს და ნიკოლოზ კუტუბიძეს. ირაკლი წიგნაძე მოვიდახულეს რაღაც 20 წუთის უკან. ირაკლის აღენიშნება თვალის არეში დაზიანება, ჩალურჯება აქვს, თვალის შესამჩნევი არის ეს დაზიანება, ასევე ფეხის წვირთან აქვს ნაკაწრები და დაზიანება ასევე და მისი განცხადებით ეს დაზიანებები მან მიაყენა სპეცრაზმა, როდესაც მას აკავებდნენ, უბრალოდ მოხდა მისი უკანონო დაკავება და როგორც ჩვევია სპეცრაზს არაადამიანური სისასტიკით ახორციელებენ აქციის მონაწილეებზე და ხდება ძალაუფლების გადამეტება, რაზეც სამწუხაროდ არც ერთი სამუდამცავის არ აქვს პასუხი, არ აქვს პასუხი სამართლებრივად. რაც შეეხება გადაკვალიფიცირების საკითხს, მინდა გითხრათ, რომ ჩემი დაცვის ყოფი პირი, ვინც არის ორივე შემთხვევაში, საქმე არის ადმინისტრაციული დაკავება განხორციელდა. ეს არის 176 მუხლი და
93 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ ხულიგნობას და პოლიციელის დაუმორჩილება. კი ბატონო, კანონური მოთხოვნის შეუსრულება. ამ ეტაპისთვის მხოლოდ ეს არის ცნობილი, როდესაც მოვინახულებ ბატონი ნიკოლოზ კუტუბიძეს და ბატონი ირაკლის სხვა ინფორმაციას მე ფიზიკურად არ ვფიქრობ, იმიტომ რომ საქმის მასალები ჩვენთვის უცნობია და არანაირი საქმის მასალებთან ჩვენ შეხება არ აქვს. ველოდებით აი ახლა ამ წუთას გავარკვიეთ რომ არიან გადმოყვანილი ნიკოლოზ კუტუბიძე მოყავთ უკვე და შესაბამისად როგორც კი დაეწერება მოსამართლეს და შემოვა საბუთები, ჩვენ ალბათ როგორც ტრადიციულად პრაქტიკა დადგენილი პროცესზე გადმოგცემენ საქმის მასალებს. ბატონო, მადლობა თქვენ და როგორც ახლა მე კოლეგებისგან შევიტყვე, გიგი უგულავა შეაბრუნეს სისხლის სამართლის საქმით, ანუ როგორც ასე ვთქვათ, ახლა გვაქვს პირველადი ინფორმაცია, მოხდა ამ შემთხვევაში მუხლის კვალიფიცირება, თუმცა ბუნებრივია ჩვენ ვეცდებით უკვე ინფორმაციის გადამოწმებას, მათ შორის იურისტთან და შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთანაც, როგორც ხედავთ, სასამართლოში ამ დრომდე არიან მოლოდინში ადვოკატები, თუ როდის შემოვა დაკავებული 31 პირის საქმე.